Eagle Hills-ის პროექტიდან სახელმწიფოს დივიდენდი დაახლოებით 2 მილიარდი ლარი იქნება. ამის შესახებ პრემიერ-მინისტრმა პარლამენტში ინტერპელაციის წესით გამოსვლისას განაცხადა. ირაკლი კობახიძის განმარტებით, Eagle Hills-ის საინვესტიციო პროექტში 6 მილიარდ 600 მილიონ დოლარს დებს და $1.5 მილიარდ წმინდა მოგებას ელოდება. პროექტი 16,000 ბინის მშენებლობას ითვალისწინებს. აქედან 7,000 ბინა თბილისში, 9,000 კი გონიოში აშენდება. მშენებლობის პროცესში 24,000-ზე მეტი სამუშაო ადგილი შეიქმნება. პრემიერის განმარტებით მშენებლობას ქართული კომპანიები უზრუნველყოფენ. რაც შეეხება Eagle Hills-ის პროექტს, ის თბილისსა და გონიოში მთლიანობაში 850 ჰექტარის განვითარებას მოიაზრებს. იგეგმება როგორც ახალი ინფრასტრუქტურის, ასევე რეკრეაციული სივრცეების მოწყობა. სადაზღვევო ბაზარს მოგება შეუმცირდა. იანვარ-სექტემბერში სექტორმა 113 მილიონი ლარის წმინდა მოგება დააგენერირა, რაც წლიურად 2 მილიონი ლარით შემცირებული მაჩვენებელია. დაზღვევის სახელმწიფო ზედამხედველობის სამსახურის მონაცემებით, კომპანიებმა 2025 წლის 9 თვეში $1.98 მილიონი ლარის სადაზღვევო პრემია მოიზიდეს. ანაზღაურებული ზარალი კი 551 მილიონი ლარია. ამ დროისთვის სადაზღვევო ბაზარზე 19 კომპანია ოპერირებს, რომლებიც სიცოცხლის და არასიცოცხლის დაზღვევის ლიცენზიას ფლობენ. არასტანდარტული ვაშლის ჩაბარების სახელმწიფო პროგრამა 15 დეკემბრამდე გაგრძელდება. ამ დროისთვის 15-მა საწარმომ 34,000 ტონაზე მეტი ვაშლი გადაამუშავა. ფერმერებმა კი 10 მილიონ ლარზე მეტის შემოსავალი მიიღეს. სახელმწიფო პროგრამის მიხედვით კომპანიები სუბსიდიას იღებენ იმ შემთხვევაში, თუ 1 კილოგრამ ვაშლს მინიმუმ 27 თეთრად ჩაიბარებენ. სახელმწიფოს წილი კი კილოგრამზე 10 თეთრია. ბათუმის საერთაშორისო გასტრონომიულ ფორუმს გასტრო ბათუმი უმასპინძლებს. ფორუმის ფარგლებში მიშლეინის ვარსკვლავის მქონე რესტორნების ფრანგი, იტალიელი და პორტუგალიელი შეფები ცნობილ ქართველ შეფებთან და ექსპერტებთან ერთად თევზის როლზე, შავი ზღვის გემოებსა და გასტრონომიაში თანამედროვე მიდგომებზე ისაუბრებენ. გაიმართება თევზის კულინარიული მასტერკლასებიც, რომელსაც მოწვეული შეფები გაუძღვებიან. აჭარის ტურიზმის დეპარტამენტი გასტრო ფორუმს რეგიონში გასტრონომიული ტურიზმის განვითარების, საერთაშორისო გამოცდილების გაზიარებისა და აჭარული კერძების სარესტორნო ქსელებში დანერგვის მიზნით ატარებს. ღონისძიება 30 ნოემბრიდან 2 დეკემბრამდე გაიმართება, დასწრება კი ადგილობრივ შეფებს, მზარეულებს, რესტორატორებს და გასტრონომიულ ტურიზმში ჩართულ პირებს შეეძლებათ. საფრანგეთიდან საქართველოში ტურისტული ნაკადების გაზრდის მიზნით ქვეყანას 10 ტუროპერატორი ეწვია. საქართველოს ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაციის ორგანიზებით B2B ფორმატის ფარგლებში საფრანგეთის წამყვანი ტუროპერატორები ქართველ კოლეგებს შეხვდნენ, სადაც თანამშრომლობის გაღრმავებისა და ერთობლივი ტურების დაგეგმვის საკითხები განიხილეს. მონაწილეებს მასპინძლობა მზისკარის პროექტის ობიექტებმა გაუწიეს, სადაც მათ შესაძლებლობა ჰქონდათ ქართულ კულტურას, კერძებსა და ტურისტულ მარშრუტებს გაცნობოდნენ.